მოგესალმებით შემოძვირფასებო, თუ ეს გაშლა შეგვხვდათ, ეს გზავნილი სწორედ თქვენი სამკუთხედული სიტუაციისთვის არის განკუთვნილი. მოდი გავიგოთ, რას ფიქრობს თქვენს მეჩაფქრებული პიროვნება თქვენზე, რა ხდება მასსა და მეორე მხარეს შორის და საით მიგიყვანთ ეს ურთიერთობა საბოლოო ჯამში. დარჩით ჩემთან ერთად, მოусმინეთ ბოლომდე და გაიგეთ, თუ რა ხდება თქვენს სიტუაციაში, სადაც მესამე პირები არიან. მოკლედ დავიწყოთ გაშლა სამკუთხედულ ურთიერთობაზე და უყურეთ მხოლოდ მათ, ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ. დავიწყოთ ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი, მისი სახელი, თუ მესამე პირის სახელი იცით ისიც და დავიწყოთ განხილვა, ხო? რას ფიქრობს ის თქვენზე, რა ხდება მასსა და მეორე მხარეს შორის და საით მიგიყვანთ ეს ურთიერთობა სამ ბარათიანი გაშლა გავაკეთოთ თითოეულ კითხვაზე. პირველი კითხვა. რას ფიქრობს ის თქვენზე? რა ხდება მასსა და მეორე მხარეს შორის და საით მიგიყვანთ ეს ურთიერთობა თქვენ საბოლოო ჯამში? კარგი გასაგებია. კიდევ ერთბარას დავამატებ, ეს არ არის ისაც მე მინდა პასუხი. კარგი და ფონური ენერგია ჩვენი ზუსტად ორიანი პენტაკლები. პირველ რიგში მინდა მოგმართოთ ზოგიერთები აქ მიწერთ რომ რა თუნდა ამდენი საუბარი და ასე შემდეგ პირდაპირ გაშლა დაიწყები, ვისაც ესეთი დამოკიდებულება გაქვთ ჩემთან გთხოვ დატოვოთ ჩემი არხი, საერთოდ არ მაქვს სურვილად თქვენმე მისმინოთ და უაზრო კომენტარების წერას თავი გაანებეთ, იმიტომ რომ მე არ შემოვარდნილ ვარ თქვენ სივრცეში, თქვენ ხართ ჩემ სივრცეში შემოსულები და მე აქ რასაც მინდა იმას ვისაუბრებ, როგორც მინდა ისე ვისაუბრებ და მყავს მაყურებელი, რომლებსაც აინტერესებთ, რას ვიტყვი, როგორ ვიტყვი და რა და როგორ და რანაირად არა ის მხოლოდ რომ ორი სიტყვით გითხრათ უყურხარ არ უყურხარ და კარგად იყავი. ვისაც ასეთი გაშლები მოგწონთ გადასკროლეთ იმდენი არიან ვერ დათვლით შემოძვირფასებო. ახლა კი გთხოვთ მომისმინოთ ყურადღებით სანამ დავიწყებ ამ გაშლას, რადგან მინდა ერთი რამ აღვნიშნოთ ჩემი მხრიდან, ხო? გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მე როგორც ტაროლოგი მხოლოდ ვკითხულობ იმ სიმბოლოებს და ენერგეტიკულ მესიჯებს საერთო ჯამში, რასაც ტაროს ბარათები მე მაჩვენებენ, ხო? აი, ყველა ინფორმაცია არის ინტუიციური და სიმბოლური ინტერპრეტაცია. ეს არ წარმოადგენს შემოძვირფასებო ფაქტს, ზუსტ პროგნოზს, ან ვინმეს პირად ცხოვრებაში ჩარევის მოწოდებას. მით უმეტეს საუბარია საჯარო გაშლაზე, ხო? რეალურად ჩემი როლი რა არის, ხო? მხოლოდ ის რომ გადმოგცეთ ის ენერგია და ინფორმაცია, რაც ბარათებში ამ კონკრეტულ მომენტში იკითხება, ხო? მე არ ვაძლევ პირად შეფასებებს შემოძვირფასებო და არ ვადანაშაულებ არც ერთ მხარეს, არც ერთ სიტუაციაში, ხო? ვინ ვარ მე, რომ ვინმე გავკიცხო. ნებისმიერი გადაწყვეტილება შემოძვირფასებო სრულიად თქვენს თავისუფალ ნებაზეა და შეხედულებებზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი ეს სიტყვები. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ აი ამ გაშლის რეალურად სამკუთხედულ ურთიერთობაზე ორი ვერსია. პირველი ვერსია იქნება ქალისთვის, რომელიც არის ოფიციალურად მეუღლე ცოლი, ანუ ოფიციალური სტატუსით სარგებლობს და მეორე ვერსია იქნება ქალისთვის, რომელიც მესამე პირია სამკუთხედში, ხო? პირველი ვერსია, როგორც აღვნიშნე, არის განკუთვნილი თუ თავად თქვენ ხართ ცოლი, ოფიციალური პარტნიორი, თუ რას ფიქრობს პიროვნება თქვენზე, ხო? ის ფიქრობს სამიანი კვერთხების და მიხედვით, რომ ესე ვთქვათ, ორიანი პენტაკლებიდან გამომდინარე, როგორც ასეთი ფონური მდგომარეობა, რაში მდგომარეობს, ხო? საქანელაზე მჯდომი პიროვნება, ეს არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, რომელსაც აქვს, ასე ვთქვათ, სხვა ორ რეალობას შორის მერყეობს, ეს ხართ თქვენ და ის მეორე, ვიზაც ჩვენ ვუყურებთ გაშლას. და აქედან გამომდინარე, თვითონ ფონური ენერგია ამ გაშლის პირდაპირ მიგვითითებს, რომ საუბარი არის სამკუთხედულ ურთიერთობაზე და ძალიან კარგი არჩევანზეა საუბარი, ხო? პირველი ბარათი არის სამიანი კვერთხები და ის გხედავთ თქვენ როგორც ადამიანს, ვისთანაც აქვს გატარებული წლები, აქვს საერთო ისტორია, საერთო განცდები. სამიანი კვერთხები მიგვითითებს, რომ ის თქვენს მიმართ გრძელვადიან პერსპექტივას კვლავ განიხილავს, თუმცა უკვე აშკარად ეძებს, საითკენ შეიძლება წავიდეს მომავალში ეს პოზიცია, როცა ადამიანი მომავალს უყურებს ზოგადად არა გაშორების მიზნით, ხო, არამედ იმის გასაგებად, სადაც შეიძლება აღმოჩნდეს 2 წლის შემდეგ და სადაც თქვენს როლს მან ჯერ კიდევ სტაბილური ღერძის მნიშვნელობა არ ესე ვთქვათ, არ დაუქვეითა, ხო? ანუ აღგიქვათ ისევ სტაბილურ ადამიანად. ანუ ეხლა მოდით ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური ჭრილში შევეჭრათ, ის გცემთ პატივს, გაღიარებთ თქვენ და თქვენს მნიშვნელობას თავის ცხოვრებაში, მის მოგონებებში და ესე გონებაში გაჩნდა ესე ვთქვათ, სივრცე ახალი ვარიანტისთვის, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მის შინაგან წნეხთან, ხო? ყოველდღიურ ესე ვთქვათ, სირთულეებთან და დაკარგულ ემოციურ სითბოსთან, რომელიც თქვენ შორის სამწუხაროდ
ასე თუ ისე იგი აქვს ადგილი დღევანდელობაში. რა ხდება მასსა და მეორე მხარეს შორის, ეს არის მაგის აპარატი, ხო? მაგის ამ კუთხეში მიგვითითებს, რომ ის ქალი არის, ასე ვთქვათ, ახალი ძლიერი წამოწყება, ხო? აი, რომელთანაც აქვს ძლიერი ქიმია, манипуляციური ენერგია და ეს რას ნიშნავს? იქ მას ეძლევა შთაბეჭდილება თქვენს პიროვნებას, რომ თავიდან იწყებს ცხოვრებას, ამ ქალმა ესე შთააგონა, ასე აგზნობინა თავი. შთააგონა, ნუ რა, პრინციპში ხო, манипуляციად აბარა არის მაგის არკანი. აღარც დავკონკრეტდები სხვა ვარიანტებზე არ მაქვს სურვილი რომ აქ ახლა ჩავრიო რაღაც სხვა თემები და გავაგზელებ ხო მეორე ადამიანი მისთვის არის სტიმული, ესე იგი აღდგენილი თვითშეფასება, საკუთარი თავის ან ძალის შეგრძნება, ხო, მაგრამ მაგი არის ეგოცენტრული ბარათი ზოგადად რა, ანუ სადაც გრძნობა შეიძლება არ იყოს ღრმა, მაგრამ არის ძლიერი ინტერესი, თამაში, რაღაცა დავალობა, გამოძიება და რაღაც კონტროლის თემები, თამაშთან ასოცირებულია, ხო, ანუ ფსიქოლოგიურად რო გავშალოთ, ხო, ეს ბარათი ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს მისი პირადი გაქცევა რუტინისგან, რომელიც მისი ყოველდღიური ცხოვრებიდან, სტაბილური ცხოვრებიდან გამომდინარეობს, მაგრამ მაგი ხშირად იღლება, ხო, სიტყვებით, რომ თქვათ, ეს არის ძლიერი დასაწყისი, მაგრამ არა გარანტირებული დასასრულით, რომელიც დღესდღეობით მასსა და მესამე პირის შორის ხდება. საით მიგიყვანთ ეს ურთიერთობა აკორი ბარათია, რატომ სამართლიანობა დაჯდა პირველი და მე არასდროს არ ვტოვებ უმაღლეს ესეთ არკანებს, რომელიც კარმულია, გახსნილს და ყოველთვის ვამატებ ერთ ბარათს და ამოვიდა ასევე პენტაკლების დედოფალი. ანუ ეს არის ძალიან ძლიერი შეტყობინება ცოლისთვის, ხო? სამართლიანობა ნიშნავს რა? სამართლიანი განაწილება, პასუხისმგებლობის აღება, შედეგების წინაშე დადგომა, ბალანსის აღდგენა, ხო? პენტაკლების დედოფალი კი არის ცოლი, ოჯახის ქალი, სტაბილური პარტნიორი, რომელსაც ასე ვთქვათ, აი ეს ბარათი არ ვიცი რამდენად ჩანს გამოვწევ რომ მაინც ჩანდეს აი ეს ანუ გავაგზელებ ხო ანუ ცოლი ოჯახის ქალის სტაბილური პარტნიორი ჩამოთვალე კი ბატონო თქვი რომელსაც კაცის გონებაში აქვს აი როგორ თქვა სწორად როგორ აღნიშნა დედა ბოჭკო ანუ აი ღერძი რომელზეც მთელი ცხოვრება დგას ხო ანუ ის მაინც მისი სტაბილურობა გინდა ასე გინდა ისე ანუ თქვენ ასეთად აღგიქვავთ ხო ეს ორი ბარათი ერთად რას ნიშნავს ხო იგი საბოლოოდ მუდმივობაზე აკეთებს არჩევანს ანუ ის მესამე თუ არის რომ არის მის ცხოვრებაში ანუ ეს არ არის იმიტომ რომ ის მასთან რამეს აპირებს ნუ დღევანდელი გადმოსახედიდან გამომდინარე უბრალოდ აი აქ ასე ვთქვათ არჩევანზეც არ არის აქ საუბარი დღესდღეობით ჩამოკარგებო მე ხვალდაზე რა იქნება ვერ გეტყვით მაგრამ დღესდღეობით ანუ არჩევანზე არა საერთოდ უბრალოდ ასე ვთქვათ აქვს მეორე რეალობა სადაც განტვირთვისთვის არის ხო მაპატიეთ ეს რომლებიც უყურებთ მესამე პირები აქ სხვანაირად გაიშიფრება თქვენი სიტუაცია საერთოდ არ იქნება ის რასაც თქვენ ახლა უსმენთ როგორც ცოლის პოზიციის თემიდან გამომდინარე მესამეებმა თქვენ თავებზე არ მიიღოთ ამას განვიხილავ ანუ სტაბილურად ოჯახში მყოფი ქალისთვის და ასე ვკითხულობ მე ამას ცოლებისთვის. სულ სხვანაირად წავიკითხავ მე უკვე თქვენთვის ვინც არ ხართ ცოლები. ასე რომ არ გამინაწყენდეთ. ანუ სტაბილური მხარე რჩება პრიორიტეტად ამ ადამიანის სიტუაცია დაბრუნდება ასე ვთქვათ რეალობაში. ანუ ის თავს ისე იგი ის თავის საკუთარ თავს დაალაგებს ასე თუ ისე საბოლოო ჯამში ემოციებით კი არა, ანუ რეალური ცხოვრებით იფიქრებს ოჯახზე და სტაბილურობაზე და პასუხისმგებლობებზე იქნება ორიენტირებული რეალურად. ხო, გამოსავალი ცოლისთვის რა არის? სიტუაცია ჩვეულ რეჟიმში გათანაბრდება შემოძვრფასება, მესამე მხარის გავლენა დროებითია ამ შემთხვევაში, ხოლო საბოლოო შედეგი ის არის, რომ თქვენ რჩებით ასე ვთქვათ, როგორც ძირითადი ფიგურა ამ ადამიანის ცხოვრებაში და ფასეულობა, რომელსაც ასე ვთქვათ, ის არ აპირებს, რომ ან თავი გაანებოს, ან მიატოვოს. ეს იყო ვერსია, რომელიც ცოლებისთვის განიხილებოდა. ახლა მოდი გავარჩიოთ, თუ თქვენ ხართ მესამე პირი ამ სამკუთხედში და უყურებთ ასე ვთქვათ, არაოფიციალური მხარე, არამედ ოფიციალურ ურთიერთობაში გაჩენილი მესამე პიროვნება. ხო, რას ფიქრობს ის თქვენზე? სამიანი კვერთხებიდან გამომდინარე, შემოძვრფასება. სამიანი კვერთხები მიგვითითებს, რომ თქვენ ისე იგი თქვენ ის ადამიანი პიროვნება აღიქვავთ ახალ ჰორიზონტად თქვენთან მიმართებაში არის მისი აღფრთოვანება, ესე იგი ძვრების სურვილი, ცვლილებები, თავისუფლება, მოლოდინი, ხო? ის თქვენზე ფიქრობს როგორც ადამიანზე, რომელიც გვერდითაც მას მომავლის სხვა სცენარი აქვს წარმოდგენილი, სცენარი, რომელიც არ გავს მის მიმდინარე ცხოვრებას. ანუ რეალურად რო ვთქვათ, თქვენ ხართ მისთვის ამოსუნთქვეს სივრცე, სადაც იგი ისევ იგრძნობს, ესე იგი საკუთარ ძალებს, სურვილს და სიცოცხლის ასე ვთქვათ, პულს, ხო? ცოცხლდება.
ხდება რა. რა ხდება მასსა და ოფიციალურ პარტნიორს შორის მაგის ბარათი რას გვეუბნება, ხო? მაგი აქ ნიშნავს ურთიერთობა კონტროლზე აგებული, ბევრი ასე ვთქვათ, დაძაბულობა ერთმანეთში, თამაში, манипуляციები, მუქარები აქვე შედის, ემოციები, ისე იგი იშვიათად არის ამ შემთხვევაში პარტნიორებს შორის, ოფიციალურ პარტნიორებს შორის გულწრფელი და ასე ვთქვათ მაგი არის ადამიანი, მაგრამ ასე ვთქვათ, მიუხედავად ამისა, მაგი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი ისე დაალაგოს, რომ გარედან იდეალური ჩანდეს, ხო, რა შეხედავენ რეალურად მათ, ხო, ყველაფერი იდეალურად და წყობშია, ანუ ვერ ეტყვის ვინმე, რომ ასეთი ვთქვათ დაძაბული და манипуляციური და ასე ვთქვათ ძალით ურთიერთობა აქვს. თუმცა რეალურად ესე არ არის, ხო, უბრალოდ ჩანს ეს გარედან, ეს არის კარგი შეფუთვა. ანუ ეს რას ნიშნავს? ხო, რეალურ ემოციურ კავშირს იქ ნაკლებად ხედავს ეს პიროვნება, მაგრამ გარედან რო შეხედავენ, იტყვიან რა იდეალური წყვილიაო, უფრო ესე ვთქვათ, მათი ურთიერთობა დღევანდელ დღეს არის პროექტი, ბრჭყალებს შევყოთ, რომელიც ვალდებულებებზე აგებული და ვერსად ვერ გაექცევა ასე თუ ისე ამ ვალდებულებებს, ანუ ურთიერთობა, ასე ვთქვათ, მოქმედებს ერთი ადამიანის კონტროლით, და ასე ვთქვათ, არა ორმხრივი სითბოთი. აი ამ ბარათის მიხედვით, როგორც ასეთი მე ვერ ხედავ და ვერც ვერ დაინახავს სიყვარულს, სითბოს და რა ვიცი, ერთობას და გაგებას ოფიციალურ პარტნიორებს შორის. ხო, ფსიქოლოგიურად რო გავშალოთ ეს კავშირი, ხო, შეიძლება იყოს თვალყურის რეჟიმში ყოფი ურთიერთობა. არ არის ესე ვთქვათ, მათ შორის არც გატაცება, მაგრამ თავარი რაც არის ვალდებულება. გარეგნული, სტაბილური, რომელიც იოლად, ესე ვთქვათ, ვერ დაინგრევა და არ ინგრევა. ნუ ხა ოფიციალური ურთიერთობები ასე იოლად ერთი ხელის, ესე ვთქვათ, დატკაცუნებით თითების დატკაცუნებით ვერ დაინგრევა. ეს არის რეალობა, რაც მათ შორის დღესდღეობით ხდება. რაც შეეხება საით მეკიყვათ ეს ურთიერთობა, სამართლიანობა და პენტაკლების დედოფალი რას გვეუბნება, ხო? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური და პირდაპირი პასუხი სამკუთხედურ სიტუაციაში, ხო? სამართლიანობა მიგვითებს ასე რეალობასთან დაბრუნებაზე, ბალანსის აღდგენაზე, გადაწყვეტილებას, რომელიც ორივე მხარეს სამართლიანად უნდა მოერგოს, თქვენს და მეორე მხარესაც, ანუ ოფიციალურ მხარეს, ხო? პენტაკლების დედოფალი კი მკაფიოდ ამბობს ასე, ოფიციალური პარტნიორი რჩება ისევ თავის ადგილას შემოძვრფასებო, ამ მესამე ფაქტორს ჩვენ ვერსად ვერ გავექცევით, თუ საით მიგიყვანთ, არის, იმიტომ რომ ყარად არის გადგმული ფესვებით და რა ვქნათ ახლა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ასეც არის და მე არ დავიწყებ აქ რაღაც ილუზიების აგებას, რომ მიატოვებს, არ ჩანს აქ ეს ყველაფერი შემოძვრფასებო, სტაბილური ქარი კვლავ სტაბილურად დარჩება, ანუ ცოლი ისევ თავის ამპულაში და პოზიციაში დარჩება და მისი აუცილებელი არჩევანი მიდის იქ, სადაც არის პასუხისგებლობა, სახლი ყოველდღიური ფუნდამენტი, ხო? მესამე პირისთვის ეს ნიშნავს რას, რომ ეს ურთიერთობა ძლიერია ემოციებით, თქვენთან ახალი, ასე ვთქვათ, გრძნობებით, ქიმიით და ასე ვთქვათ, ვნებით, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება პრაგმატული და არა ემოციური და რეალურადაც ასე ხდება, ხო, საერთო ჯამში. ანუ მისი გონება ერჩევს ნაცნობს და სტაბილურს, თუნდაც გულის ხო მიმართულებით გაიქცეს, იმიტომ რომ თუნდაც ახლა ამ ეტაპზე ხო ამ პიროვნებისთვის სრულიად ახალი ურთიერთობის აგება არის რაღაცნაირად სიკვდილის ტოლფასი რო აიღო, ხო? ანუ რო ვთქვათ, ისედაც ეზარება. ანუ სამკუთხედში ყველაზე ხშირად ასე ხდება, ხო? სამართლიანობა გზნობებზე მაღლა დგას სიმართლე, ოფიციალური მხარე, ხო? გამოსავალი მესამე პირებისთვის რა არის, ხო? სიტუაცია ბოლომდე, ასე ვთქვათ, არ გაწყდება მაშინ, მაგრამ საბოლოო გზავნილი ასეთია, ოფიციალური მხარე რჩება პირველ ადგილას, თქვენთან კავშირი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ გულით ესეთი გულით გულში გადაკაჩვა თუ რაღაცა ესეთი რომ გადმოიბიროთ ასეთი რამ ვერ მოხდება, ხო? ეს ნიშნავს, რომ თქვენს გზნობებს რეალობის, ესე ვთქვათ, ლიმიტი უნდა გქონდეს აუცილებლად. ეს არის შემოძვრფასებო ის ყველაფერი, რაც ასე ვთქვათ, ორ ვერსიად დავყავი, ასე თუ ისე სიტუაციები, ვისაც მოგერგებათ, ძალიან გთხოვთ, სწორად მიიღეთ საკუთარ თავზე ეს ყველაფერი, რაც თქვენია, თქვენთვის მიიღეთ და რაც არა საერთოდ ნუ მიიღებთ, ანუ იმიტომ რომ არასწორია სხვისი სიტუაციის მიღება, იმიტომ რომ 10,000 კიდე ძალიან უამრავი ხართ თქვენ და მე, ანუ ეს ვთქვათ, საჯარო გაშლა სოუშლი არ ვიღაცას მოერგება, ვინმეს არ მოერგება, ზოგ საერთოდ პირად გაშლად და მოერგება, ხო? ყოფილა ესეთებიც ხშირად შენთან. აქედან გამომდინარე, ძალიან გთხოვთ და იყავით გონიერები, ასე ვთქვათ, ყველა სიტუაციაში და იაზროვნეთ და იფიქრეთ რეალისტურად და აყვებით ილუზიებს და ოცნებებს და ასე შემდეგ. ხომ ძალიან კარგია ილუზიებით, ოცნებებით, მაგრამ რეალობასთან ვიყავთ ხო კონტაქტში, რაც მთავარია. მოკლედ, ვისაც გეძოთ თქვენი სიტუაციები ამ ორი ვერსიიდან გამომდინარე, გთხოვთ დაალაიქოთ ჩემი ვიდეო, გამოიწვიოთ ჩემი არხი, რომ შემდეგშიც მე მქონდეს სტიმული, შემოგთავაზოთ, ასე ვთქვათ, საინტერესო თემები, რომელთაც ასე ძირფესვიანად გავარჩევ მომავალშიც. დაგემშვიდობებით შემოძვრფასებო, კარგად იყავით, მშვიდობას, სოლიდარობას და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში. კარგად იყავით.